საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროექტის ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ერთწლიანი საქმიანობის შედეგებს აჯამებს. კონკურსის წესით შერჩეული 20 სტუდენტი 6 თვის განმავლობაში ისმენდა ლექციებს ისეთ თემებზე, როგორიცაა ლიბერალიზმი, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ლექციის შემდეგ სტუდენტები ამზადებდნენ სტატიებს, სიუჟეტებს და გადაცემას, ასევე პროექტის ფარგლებში მომზადდა 10 ток-შოუ. პროექტის განხორციელება 2013 წლის თებერვალში დაიწყო და მონაწილეობა 40 სტუდენტმა მიიღო. ეს პროექტი ეხება უშუალოდ სტუდენტებს და რაც ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარია, ეხება სტუდენტებში, ახალგაზრდებში თავისუფალი აზროვნების, კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობას, ამონარების განვითარებას. ეს მუშაობა შეიცავდა რამდენიმე ძირითად კომპონენტს, ეს არის საჯარო ლექციები, სტუდენტების ჩართულობა სამოქალაქო ჟურნალისტიკაში და მათ მიერ გადაცემა ლიფთაიმის მომზადება. ვირჩევ ყველა ახალგაზრდას ჩაერთოს ამ პროექტში, იმიტომ რომ ბევრ უნარს შეიძენენ დისკუსიების რეჟიმში, ლექციების რეჟიმში, ასევე გადაცემას ვამზადებდით. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო ექსკურსია გავატარეთ და კმაყოფილი ვარ საბოლოო ჯამში.